გითხარით ცხადია პირველ რიგში დღეს მოინახულეთ მოხარულები ვართ აქვე. შეგხვდით პირადად და გვექნება საშუალება ეთერს მიღმაც ვისაუბროთ. ზვედი იყო ჩვენი რესპონდენტი, ბევრჯერ და ჩვენთვის ძალიან მძიმეა რომ დღეს საუბრობთ მის პატიმრობაზე, ძალიან მძიმეა რომ საუბრობთ მასზე სწორედ ამ კონტექსტში. დღევანდელი შეხვედრის შესახებ გითხარით როგორ არის როგორ კარგი ხმენეთ არის ღიმილი სახეზე არ მოშორებია არც მე მეგონა ჩავეხუტებოდი მაგრამ შუშებს მიღმა აღმოჩნდი ტელეფონზე მაგრამ ბედნიერი ვარ იმდენად კუნთები დამანახა ვარჯიშობ ფორმაში ვარო წვნიანებ ჭამო აქეთ გამხნევებთ აქაც ავითვისებ კარგ რაღაცეებსო და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობო საკანში ვინც ეწებიან ფრთხილდებიან რომ წეველი არ არის და რომ შევწუხდიო ის კი არა რამოდენიმე უკვე აღარ ეწება და დანარჩენიც მიერთდებიან გავაგდებთ სიგარეტს ახალი წლის მერე ვარჯიშობთო და ხნეთ ვართო რა ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობთო ესე არ ინერვილო საერთოდ მაგ თემაზეო ასე მითხრა კაცმა ყველაფერი უნდა გამოცადოს მამამაც ნახა ეს მაინტერესებდა ორივე მოახერხეთ ეს იყო პირველი შეხვედრა ხომ კი ერთად ვიყავით ორივე მისული რაც ამ პროცესზე რაც არის ქუჩაში არ ვიცი აქვს საშუალება ან რომელიმე არხის ყურების რა იცის რა გაგრძელდა მას შემდეგ წერილებსაც აგზავნის მეგობრებთან იქედანაც ეხმიანება არ ჩააგდოთ მუხტი მე აქედან ბალეში ყო აქაც არ ვარ ისე მოდუნებული და რო უყურებს მუხტი კარგია გახარებულია ამ ხრივ რა ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის ესო ჯობს გვიან ვიდრე არასდროს ესე თქვა მთავარია რომ ჩვენ გადავიდეთ სწორ რერსებზეო ძალიან განიცდის ამას ეს პატარობიდან მქონდა ეს დარდი და ის რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სრულიად თავისუფალი აი პატარაც რო იყო მაშინაც ძილისწირო ზღაპრები უნდა მოუყვეთ არა мама დამიწვეს და мама მომიყვეს რა ხდებოდა ჩვენ ცხოვრებამდე როგორი რთული ცხოვრება გაიარა საქართველოს ზღაპრების ნაცვლად უყვებოდა მამამისი ისტორიებს და თურმე ამას ითვისებს რა ვიცი მე ძალიან მაგრად ბავშვს ზღაპარს ვერ მოუყვებოდი არა ინტერესებდა წარსული ჩვენი მწერლები, პოეტები ვინ იყვნენ, რა გზა გაიარეს ჩვენმა წინაპრებმა, ეს იყო ძილის წინ მისი ზღაპარი. კი ბატონო, მე როგორც ვიცი, თქვენ მოყევით რომის ნდარდობდა თქვენზე ერთხელ, როდესაც გნახათ უფრო მოწყენილი. ხო, რაღაცა ისე მოხდა, რომ გავათენეთ მეგობრები იყვნენ, ბავშვები, რაღაცა ბევრი და თან ციოდა და დამირეკა ტელეფონზე დედა რა გჭირს როგორ შეიძლება ესეთი მოწყენილი იყო შეწუხებული დღესაც მითხრა დედი დაგიმტკიცებ რომ არ ვიყავი მოწყენილი დაემთხვა უცილობა გადაღლილი ვიყავი და ესე თორე არ ინერვილო მეთქი აი მართლა არ ნერვიულობ გაძლიერებული ვარ ის რომ მეუბნება გაძლიერდი მეც ძალას უშვებ ენერგიას მისთან ერთმანეთს ერთმანეთს ამხნევებთ კი თქვენ სხვების მხარდასაჭერ ყოველ პროტესტზე გხედავთ კი ვარ კი ამის ძალაც გაქვთ აი ბათუმშიც რომ სხვებზეც იზრუნოთ და იფიქროთ ბათუმშიც როცა ვარ იქ გავდიოდი ახალგაზრდები მოვიდნენ ზვიადს რომ ვერ იცნობენ რომ გამიცნეს რაც ზვიადი გამოვიდა სასამართლოზეო და გავიგეროთ მისი დედაც აქ არისო მეორე დღეს ვნახე რომ ერთი 10 გოგო მოვიდა კიდე ზვიადის დედა იქ არის ჩვენც აუცილებლად ვიქნებით პირობას ვდებთ არ გავჩერდებით და მე გავჩერდებოდი ახლა სახში როგორ შეიძლება შენი შვილის მხარდაჭერაზე არა ვერანაირად ვერ გავჩერდები და ის ბავშვებიც ძალიან დიდი მადლობა იმ ახალგაზრდებს რომ მხარს მიჭერენ მეც და ზვიადსაც და დაკავებულ ყველა პატიმარს კი ბატონო მედიასაც გამოუგზავნა როგორც ვიცით წერილიც გამოაგზავნა მოყვებით ამ წერილის შესახებ მედიას გამოუგზავნა ახლა აპირებს მედიებზე გამოაგზავნას კი დღეს დაწერს ალბათ ხვალ გამოაგზავნის პირადად ფორმულასთვის ცალკე დავწერო ტევე პირველზეც ნუ ყველასთვის დავწერო მთავარი ამ სამისთვის დავწერო ოფიციალურად ჩემ ყველა მიყვარსო გადაეციო მაგრამ წერილობით მე კიდე რომ მოვაწერილი მოგაწვდით აუცილებლად ჩვენი მხარდაჭერაც რა თქმა უნდა აქედან კიდევ ერთხელ ბევრჯერ ვთქვით
ზვიადს და სხვა ახალგაზრდებს. როგორი ისტორია თეონაც ყოფდა რომ უნივერსიტეტში სწავლის დროს კობახიძე იყო მისი პედაგოგიც და ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა მასთან. აი ამ პერიოდიდან ყვებოდა თუ არა რამეს მასთან თუ აი რუსული კანონის მასთან დაკავშირებით თუ რუსული კანონის მეორედ შემოტანის შემდეგ დაიძაბა ეს ურთიერთობა მეტად ამასაც ხომ არ უკავშირებთ რომ სამიზნე გახდა ზვიადი. კი, აი ზვიადს რო არ უშვებდნენ აუდიტორიაში, რას ბიჭებმა გაიყვანეს და ერთი არგუმენტი არ გაქვთო და არ გწვენიაო და ერთი კი არაო და ამოიღო 95 გვერდი არგუმენტი მაქო და რო გადაუშალე უწავ კაი ძმაო კაიო და ჩუმათო გამიყვანა მოერიდაო შერცხვაო ხო და მე რა მინდა იციო პირდაპირ ეთერში უწყვეტი აი ერთი არგუმენტი არ გაქვო იმ ყველა ერთ არგუმენტზე უნდა დავამტკიცო რომ აგვაქვს არგუმენტებიო და გამაჩუმეს და არ შემიშვესო რა აი პირდაპირ ეთერში რომელიმე ტელევიზიაში უწყვეტი ქონოდა დებატები მინდოდა ძალიანო და ხშირად ამბობდა რომ ლექციებზე ძალიან კარგად გადმოსცემსო კობახიძე აი თეორიაში რასაც აკეთებსო ის რო პრაქტიკაში გააკეთოს ჩვენ ავყვავდებითო და თეორიაო პრაქტიკაში რო გადაიტანოსო არ ვიცი კარგი იქნებოდა ძალიან კი ბატონო და ერთიც მინდოდა მეკითხა ძალიან მოკლედ ვიცით რომ ჩხეკის ოქროს არ მოაწერა ზვიადმა ხელი ის არ ეთანხმება იმას რას პროკურატურამ ეგრეთ წოდებულ მტკიცებულებებად წარა არა არ ეთანხმება ზვიადი იყო მამამთილი გარდამეცვალა პანაში 27-ში 28-ში და 29-ში ბათუმში იყო რაღაცას რო ედავებიან იმ დღეებში ბათუმში იყო ზვიადი და რაღაცა ზუსტად ყველაზე რთულ მუხლებსაც რასაც ედავებიან ის დღები იყო ბათუმში და თან არ ჩერდებოდა ბინაში იყო უნივერსიტეტში იცოდა რომ რაღაცას ჩამიდებენ სხვათაშორის მითხრა დე მზად იყავი გამორიცხული არ არის დამეჭირო ელოდებოდა კი და ვიღაცა კიდე წერდა ეტყობა ვიღაცას ჰქონდა სიმპათია ზვიადის მიმართ პოლიციას თუ ის რომ არაფერი საეჭვო არ გქონდეს და ზვიადი წერდა თუნდაც არაფერი საეჭვო არ მაქვს ხო და როცა ელოდები იქ არაფერს არ დადებ ხო კი გასაგებია რატომაც ჰქონდა ხო მას ეს მოლოდინი